გამარჯობა, ვოტ საქართველოს ნიუსის გუნდიდან მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარშავის სტუდიიდან ახალ ამბებს გაგაცნობთ. პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, თუმცა ბრალით დაზარალებულსაც აქვს წაყენებული. როგორ მუშაობს მართლმსაჯულების და პენიტენციური სისტემა საქართველოში. სომხეთი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. ამ და სხვა თემებზე დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ. 6 სამართალდამცველი დააკავეს გორში მოქალაქეზე პოლიციელების მიერ სავარაუდო ჯგუფური ძალადობის საქმეზე. პროკურატურის ინფორმაციით მათ ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებათ, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავების პროცესში პოლიციელებმა ძალადობით გადაამეტეს უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაზარალებულის უფლებები და ჯანმრთელობა დაზიანდა. რა მოხდა გორში? პაპუნა ლოცულაშვილს ძალადობის შედეგად ნეკნი აქვს გატეხილი. აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, ასევე დაჟეჟილობები. მის წინააღმდეგ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით კი გამოძიება მიმდინარეობს. დაშავებულია მისი მეგობარი ლაშა აბისულაშვილიც, რომელიც ვითარების განეიტრალებას ცდილობდა. გავრცელებული ცნობით სამართალდამცველებმა მოქალაქეზე მას შემდეგ იძალადეს, რაც მან მანქანის გასწორება ითხოვა, რომ საკუთარი ავტომობილი სადგომიდან გაიყვანა. ვიცით, რომ ფიზიკურ ძალადობასთან ერთად სამართალდამცველი დაზარალებულებს სისხლის სამართლის მუხლით დაკავებით ემუქრებოდნენ. ინციდენტის შემსწრე შემთხვევით გახდნენ ჟურნალისტები. კადრები, რომლებიც რამდენიმე წუთში გავრცელდა და ყველა ქსელი მოიცვა, ლადო ბიჭაშვილმა და გიორგი ახალკაცმა გადაიღეს. სწორედ ამას მოყვა საზოგადოებრივი რეზონანსი. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ჟურნალისტების გამოკითხვა, მათ ძალადობის მონაწილე პოლიციელების ამოცნობას თხოვდნენ. საქმემ კიდევ ერთხელ გააქტიურა დისკუსიას სამართალდამცველთა ძალის გამოყენების პროპორციულობასა და პოლიციის ქმედებებზე ეფექტიანი ზედამხედველობის საკითხზე. ერთადერთი რაც შეგვეძლო ეს იყო ამ კადრების გადაღება და გასაჯაროება, რათა მოგვეხდინა პრევენცია მომავალში, რომ პოლიციელები და სამართალდამცველები რეალურად ფიქრობდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, იცავდნენ მათ უფლებებს და არ იყვნენ სამართალდამცველები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება. ახლა მთავარია, რომ სახელმწიფომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს, 6 პირია დაკავებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა გაფართოვდეს, რადგან ამ ვიდეოში 10-მდე პოლიციელი ჩანს, რომელიც მონაწილეობას იღებს ფიზიკურ ანგარიშწორებაში. გვიან ღამემდე გაგრძელდა ჩემი და ჩემი კოლეგის გამოკითხვა პროკურატურაში. გამოძიებლებს აინტერესებდათ, შეგვეძლო თუ არა იმ სამართალდამცველების იდენტიფიცირება, რომლებიც თავად გახდნენ სამართალდამრღვევები. ჩვენი პასუხი იყო, რომ არა, რადგან არ ვიცით ვინ არიან ეს პოლიციელები. გვაქვს ვიდეო მასალები, რომელიც მივაწოდეთ პროკურატურას და თუ იქნება პოლიტიკური ნება, ყველა მათგანის იდენტიფიცირება მათ მიერ მარტივად მოხდება. ადვოკატები ამბობენ, რომ სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მომხდარის სიმძიმეს. ისინი დაკავებულების წამების მუხლით გასამართლებას ითხოვენ. რა სიმპტომია სამართალდამცველების მიერ ღია ძალადობა მოქალაქეებზე? არის თუ არა დანაშაულის სისტემური? ვის უნდა მოთხოვოს პასუხი საზოგადოებამ, როცა მოძალადეს თავად სამართალდამცველი სისტემა? ამაზე ყოფილ ომბუდსმენთან უჩა ნანუაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა ბატონო უჩა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეზე ძალადობაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობს. როდესაც სავარაუდო ძალადობა ინდივიდუალური ქმედების ფარგლებს ცდება და ჯგუფურ ხასიათს იღებს, ეს ცალკეული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხია თუ უკვე სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს? სწორედაც რო სისტემური პრობლემის გამოვლინება, ჩვენ ნახეთ, რომ 10-ზე მეტი ადამიანი პოლიციელი ძალადობდა და პრაქტიკულად არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, არც ერთი პოლიციელი, რომელსაც მოეწოდებინან, შეეჩერებინან მის კოლეგების ძალადობა. ვნახეთ, როდესაც პრაქტიკულად ეს იყო ორგანიზებული ძალადობა, ჯგუფური ძალადობა კონკრეტული პირის წინააღმდეგ. არა მხოლოდ კონკრეტული პირის, რომელსაც რაღაცას ედავებოდნენ, არამედ მისი თანხლები პირის მიმართაც ასევე განხორციელდა ძალადობა, რომელიც ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას და პრაქტიკულად არ იყო ჩარეული თავიდანვე ამ ინციდენტში. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად ეს ძალადობა და აგრესია იყო ყველას მიმართული და პოლიცია პრაქტიკულად ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე იყენებს ძალას, დღისით ვზისით, უბრალოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ შესაძლოა ვიღაცას ეს ყველაფერი გადაეღო. ანუ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სისტემური დანაშაული არსებობს პოლიციელთა სამართალდამცველ ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა არათუ გამოსწორდა, არამედ პირიქით კიდევ უფრო მეტად გართულდა. თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში, იგივე 2024
წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასეულობით ფაქტი არ არის კვლავ გამოძიებული და პირიქით შეიძლება ითქვას, რომ წახალისებულნი არიან დამნაშავეები, ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძალადობით, კანონის დარღვევით პრაქტიკულად ისინი წარდგენილი იქნენ სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებზე და რეალურად ხდებოდა ნამდვილად ძალადობის წახალისება. ეს არის შეიძლება ითქვას პოლიტიკაში აყვანილი ბატონო ურჩა, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მომხდარი პატარა გადაცდომა შეაფასა და თქვა, რომ ეს პოლიციას იოტის ოდენად ჭრილს ვერ მიაყენებს. სამართლებრივ სახელმწიფოში როგორი უნდა იყოს რეაგირება? არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, შიდა უწყებები, რომელიც ასეთ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირებს და მხოლოდ შემდგომ უკვე გარე უწყება ყოფილიყო ჩართული, თუმცა ეს არ მოხდა დავინახეთ, ხო? მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების რეაქციები გავრცელდა, ასე ვთქვათ, საზოგადოების შეიძლება ითქვას, რომ დამოკიდებულება ძალიან ახლად გამოჩნდა, მიძულებული გახდა ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და დაეწყო გამოძიება, მაგრამ გამოძიებაც მიმდინარეობს რა მოხდით, ხო? მიმდინარეობს სწორედაც რომ იმ კვალიფიკაციით, რომელიც აქ ნამდვილად არის სახეზე, მაგრამ მხოლოდ ეს არ მოხდა. მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავება არის, მე ვფიქრობ, მესიჯი, რომ რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს პოლიციელმა, ისინი მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქ სასჯელს დაიმსახურებენ, მაქსიმუმ ისიც თუ კი რეალურად ხელისუფლების ნება იყო და პოლიტიკური ნება არსებობს. ანუ ჩვენ ნახეთ, რომ აქ საუბარი არის არასტანდარტულ მოპყრობაზე, საუბარი არის წამებაზეც, რადგანაც ეს გრძელდებოდა, ასეთი არაადამიანური მოპყრობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რამდენიმე ეპიზოდად არის, როგორც თვითონ უკვე მოწვევები საუბრობენ და ის რომ ეს კვალიფიკაცია არის სწორედაც რომ პრობლემა, ხო? იგივე არაერთ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა ევროსასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც ამბობდა, რომ ასეთი კვალიფიკაცია პირდაპირ არღვევს ევროკონვენციის მესამე მუხლს, იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მან რეალურად გამოიძიოს ის, რაც მოხდა. ჩვენ დავინახეთ, რომ სახეზეა არადამიანური მოპყრობა, არასათანადო მოპყრობა და არა მხოლოდ გადამეტება გარკვეული უფლებამოსილების. ბატონო ურჩა, დაზარალებულის განცხადებით ფიზიკური ძალადობის პარალელურად მას ემუქრებოდნენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესაც აღძრავდნენ. რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში, როდესაც სისხლის სამართლის დევნის ან პატიმრობის საფრთხე სამართლებრივი ინსტრუმენტის ნაცვლად ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება. ხომ არ აჩენს ეს ეჭვს, რომ გარკვეულ შემთხვევებში გამოძიება და პატიმრობა აღარ ემსახურება მხოლოდ მართლმსაჯულების მიზანს და შესაძლოა იქცეს ანგარიშწორების, დაშინების ან პირადი თუ უწყებრივი ინტერესების განხორციელების ინსტრუმენტად. არაერთი შემთხვევა გვახსოვს, რომ მიგივე ზიამაღლობელი საფრთხეც რომ გავიხსენოთ, იქაც პოლიციელი ძალადობდა მასზე, ტევის ნაცვლად რომ რეაგირება მოხდარიყო იმ კონკრეტულ გადაცდომაზე, ნამდვილად იმ დარღვევებზე, პირიქით მოხდა ზიამაღლობელის დაკავება, ხო, კიდევ უფრო სხვა ეპიზოდზე. ხო, ანუ ჩვენ ასეთი არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც პრაქტიკულად სისტემა იყენებს ძალადობას საზოგადოებაზე, იყენებს აქტიურ პირებზე და ასეთი შემთხვევები არაერთია და ის რომ თუნდაც არის ბოლო წლებში რაც შეიცვალა, ხო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით იმისთვის, რომ ქვეყანაში სპეციალური დამოუკიდებელი მექანიზმი ყოფილიყო შექმნილი, რომელიც გამოიძიებდა საუნდაცავ ორგანოების წარმომადგენლებისგან ჩადენილ გადაცდომებს თუ დანაშაულებს. ასეთი ორგანო როგორც იქნა, შეიქმნა, მართალია ის იყო სუსტი დამოუკიდებლობის შეზღუდული ხარისხით, მაგრამ რაღაც ნაბიჯები იყო გადადგმული და იყო საჭირო მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ ეს ორგანო მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო და ყოფილიყო პრინციპული ხელმძღვანელი, ხო? მაგრამ რა მოხდა? გასული წლის ბოლოს ეს ინსტიტუტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც გაუქმდა და დღეს უკვე პოლიცია და პროკურატურა საკუთარი თანამშრომლობის მიერ ჩადენილ დანაშაულს თვითონვე იძიებს. ანუ არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა იმის რომ ეს გამოძიება იყოს ეფექტური, იყოს დამოუკიდებელი, რომ პოლიციამ პრაქტიკულად ნამდვილად დასაჯოს ის დამნაშავე პოლიციელი, ნამდვილად ამისი ინსტიტუციური მოწყობაც უკვე აღარ არსებობს ქვეყანაში და ჩვენ ასეთი ვახსენებთ, ხო, ათეულობით ფაქტებია, როდესაც ეს არანაირად არ ყოფილა გამოძიებული პირიქით ადამიანებს პრაქტიკულად უფრო მეტად ადამიანები არიან სწორედ ძალადობის და ზეწოლის ობიექტები ხდებიან, თუ კი ისინი იწევენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. დიდი მადლობა, შეგახსენებთ საქართველოს ნიუსის კითხვებს უჩა ნანუაშვილი პასუხობდა.
თუ უფლებადამცველების შეფასებით პრობლემა მხოლოდ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი არ არის და კითხვები არსებობს გამოძიების, სისხლის სამართლის დევნისა და პატიმრობის გამოყენების პრაქტიკაზეც საინტერესოა როგორ აისახება ეს მთლიან სურათზე. სწორედ ამ ფონზე საქართველოში პატიმრების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს პენიტენციურ სისტემაში 22,000-ზე მეტი მსჯავრდებული მოხვდა. ყველაზე მეტი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. იზრდება როგორც მსჯავრდებულთა, ისე წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა რაოდენობა. რამდენად ასახავს ეს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას და რამდენად შეიძლება მიუთითებდეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე. თემაზე თიკო ერაძე მუშაობდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში 2025 წელს მსჯავრდებულების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2025 წლის განმავლობაში ამ სამსახურის მონაცემებით პენიტენციურ სისტემაში 22,767 მსჯავრდებული მოხვდა. ეს წინა წელთან შედარებით 25.5%-იანი ზრდა არის და ასევე ისტორიული მაქსიმუმი არის იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აღრიცხავს. ამავე სამსახურის მონაცემებით 2025 წელს ქვეყანას 11,153 პატიმარი ჰყავდა. ესეც რეკორდული მაჩვენებელი არის 2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პატიმრების რაოდენობის ზრდის, დანაშაულის სამსახურის არ ქონა, სოციალური პრობლემები. საქართველოში ეს ყველაფერი ნამდვილად სახეზეა, სასამართლო არ უყავს გამართული და ვისაც კი პროკურატურა ბრალს აუყენებს, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობით, პოლიტიკური შეიძლება გულისხმოდეს როგორც ოპონენტის წინააღმდეგ დევნას, ასევე შეიძლება რაღაცა ჩვენ ნარკოტიკებს ვებრძვით და აი ამ ეგიდით ყველა ციხეში გაშვება. ყველა ბრალწაყალებული პირის მიმართ გამოიყენება ამ შემთხვევაში გამოდის შესაბამისი გამოთქმულებელი განაჩენი. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ასევე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. პატიმრების რაოდენობის ზრდის პარალელურად სპეციალისტები ციხის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას. სახალხო დამცველის ანგარიში, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამბობს იმას, რომ საქართველოს მიეკუთვნება იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე ცოტა თანამშრომელი ყავთ, ყველაზე ბევრ პატიმართან შეფარდებით. ამ პირობებში, როცა თანამშრომელთა საკმარისი რაოდენობა არ ყავს, გამოდის, რომ ეს პატიმრები რაღაცა დილეგში ჩაყრილები არიან და მათ არ აქვთ შესაბამისად სათანადო სერვისები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც თავად ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან, იქაურ პირობებზე გვიყვება. თარგამაძეს სასჯელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამოიხდიდა. მე მაგალითად როცა ვიჯექი ხო ამ ჩვენ ციხეშიც იყო პერიოდები რომ ადგილი არ იყო უბრალოდ ვიჯები ეძახდნენ ადრაგების რომ აი სადღა მოყავთ რომ არ არის ადგილი რეალურად ხო ხა როცა თქვა ატაბურჭოგაძე და სხვები შემოასახლეს იმ მომოწიეთ სხვებთან ერთად ჩასვა გული მეთანაღრებოდა აქ ამ რუსთავის ციხეში იმიტომ რომ იქ ყვება მართლა ნორმალურია ახლა ვერ იტყვი და სულ რომ ესმოდა იქ რა ხდება გზანში ცოტა ესეთია ხო წუხდები რა მაგრამ სინამდვილეში კატასტროფაა გზანში სხვა ციხეებში ხო. მიუხედავად პატიმრობის მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში საკმაოდ დიდია დანაშაულის სტატისტიკაც. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს 54,134 დანაშაული იყო რეგისტრირებული. ამ კრიმინალებზეც იგივეა, ეს კრიმინალები ხო ნაწილია რა, როგორც დეპარტამენტი შეგვიძლია გამიხილოთ, იმიტომ რომ ვთქვათ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კრიმინალებისთვის მაგალითად დაცვას ეძებს სუსი, პირდაპირ სუსის ხალხი დადის და ნახულობენ ამ სპეცრაზმელებს ყოფილს რაღაც ესე და ისინი დავაზობენ, რომ აი ვთქვათ 10,000 ბონუსები აი ამ კრიმინალის დაცვა იყავით. თან როცა აყავთ დაცვაში მე აფორმებენ დაცვის პოლიციაში ოფიციალურად, რომ იარაღის ტარების უფლება კონდეს. მედიაში მსჯავრდებულთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და თქვა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8,702 მსჯავრდებული იხდიდა. ექსპერტების განმარტებით, პენიტენციურ სამსახურსა და საქსტატის წლიურ სტატისტიკას შორის სხვაობა იმით აიხსნება, რომ პენიტენციური სამსახურის მონაცემები ასახავს მხოლოდ უკვე სასჯელ მისჯილ პირებს, ხოლო საქსტატი ითვლის ციხეში მყოფ ყველა პირს. მათ შორის იმ ბრალდებულებსაც, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან და საბოლოო განაჩენს ელოდებიან.
საერთაშორისო იზოლაციის პირობებში რუსეთი კიდევ უფრო უახლოვდება ერთ-ერთ ყველაზე სადავო რეჟიმს. მოსკოვმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. თალიბანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, თუმცა რუსეთმა იგი ჯერ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო, შემდეგ კი ავღანეთის ისლამური საამირო ოფიციალურად აღიარა. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით შეთანხმება მოსკოვში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტის დეტალები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ანალიტიკოსების შეფასებით ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კრემლი საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ხშირად ეყრდნობა იმ რეჟიმებსა და ჯგუფებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან იზოლაციასა და მძიმე კრიტიკას განიცდიან. რუსული საფრთხის წინააღმდეგ ახალი თავდაცვითი ხელშეკრულება გააფორმეს პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი, რომელსაც ხელი გუშინ ლონდონში მოეწერა, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივ წვრთნებსა და ახალი თაობის შეიარაღების განვითარებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე მოიცავს კიბერუსაფრთხოების, მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხებს. ეს საფრთხეები კირ სტარმერის განცხადებით არა მხოლოდ უკრაინას, მთელ ევროპას უსაფრთხოებას ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომელიც ალიანსის ჩარჩოს მიღმა გაფორმდა. ჩვენი ორივე ქვეყნისთვის არ არსებობს რუსული აგრესიის საფრთხეზე დიდი გამოწვევა. ამას ვხედავთ არა მხოლოდ თავად უკრაინაში, არამედ უკრაინის ფარგლებს გარეთაც. ეს გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებზე. ჩვენ უკვე გვყავს ნატოს ჯარები. ახლა კი კიდევ უფრო მეტ ერთობლივ წვრთნას ჩავატარებთ. ერთად შევქმნით რთულ შეიარაღებას და ჩავდებთ ინვესტიციას მომავალ თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე გვინდა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები. მეც და თქვენც ამ ღირებულებების ერთგულები ვართ. ზოგჯერ მსოფლიოში ვიღაც ამბობს, რომ ეს ღირებულებები უკვე მოსაწყენი ან მოძველებულია, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი ხალხებისთვის ისინი კვლავ მნიშვნელოვანია. კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ადამიანის მიმართ სოლიდარობის განცდა, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მოქმედების სურვილი. ეს ყველაფერი ამ შემთხვევების საფუძველია. სომხეთში რესპუბლიკის დღე აღნიშნეს. თარიღი 1918 წლის 28 მაის პირველი სომხური რესპუბლიკის გამოცხადებას უკავშირდება და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ერევანში რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სომხური შეიარაღებული ძალები, ისე სამხედრო ტექნიკა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ახალ ისტორიულ ეპოქაში შედის. მისი თქმით, აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარების შემდეგ ქვეყანა სახელმწიფოებრიობის გაძლიერებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს წარმოაჩენს, ჩვენს სახელმწიფოს წარმოაჩენს. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროულია, შერჩეული დღეც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ეს უნდა ჩატარდეს, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც ძალიან ძლიერი და მძლავრი სახელმწიფოა, მიუხედავად ყველაფრისა. ეს სიამაყის გრძნობაა, რომ არსებობს ჯარი, დამცველი, არსებობს იარაღი. არსებობს ვიღას, ვინც შენზე ზრუნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. უკვე ჯარში წასვლის ასაკი გაქვთ და გსურთ მსახური. დიახ, მინდა, როდესაც ამ ტექნიკას ვხედავ, კიდევ უფრო მინდება. მსახურიათ? არა, მაგრამ ვისურვებდი მემსახურა. არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის გამო, არამედ ზოგადად ვისურვებდი მემსახურა. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.